ჩემო ოქროებო, მოკლედ ბაჩუ ახალაიას პროცესი დახურულა და ბაჩუ ახალაიან პროტესტის ნიშნად თურმე დატოვა დარბაზი და თქვა რომ მე ასეთ პროცესში კაცო მონაწილეობას არ მივიღებ. ახლა რაზე მინდა ყურადღება შევაჩერო თქვენი, აი სადამდე მიიყვანა ქუცებმა საქმე და როგორ აправებენ ამ სისხლიან მკვლელს, რომ ბაჩუ ახალაიას თურმე პრეტენზიები აქვს იმაზე ითხოვს, რომ ჩემი პროცესიო საჯარო გახდესო. წესიერ ქვეყანაში, აი წესიერ ქვეყანაში ასეთ მკვლელს საჯაროობაზე დააწყებიებდნენ ლაპარაკს. გახსენით საჯარო პროცესი, უნდა იყოს ნამდვილად ბაჩანა ახალაიას პროცესი საჯარო და მე დავით ნემსაძე, დავადგები პირზე, მაგ სისხლის მკვლელს და მსმელს დავადგები პირზე, როგორ და რასაკეთებდა ის 2010 წელში, მე თვითონა ვარ მაგის მომსწრე, ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ მიდიოდა იქ ადამიანების წამება, პროკურატურაში მე არაერთხელა მაქვს მაგაზე ჩვენება მიცემული და არც ახალაია, არც იმდროინდელი ეგრეთ წოდებული ლევან გაბუნიები, ოპერატიული დეპარტამენტები და ესენი და მით უმეტეს არა მარტო ადამიანის წამებაზე, არამედ სამხედრო ტექნიკის შესყიდვაზე და იქ გადაყიდვაზე და გაუბედურებაზე და ომის დროს ჩაჯმაზე უკრაინიდან რო იყიდეს ტანკებში რო ბალახები იყო ამოსული, არავინ არ დაუკავებიათ. და მე პირადად ვარ ის ადამიანი, რომელიც ახალაია მისი კაბინეტიდან გაანთავისუფლა. და ახლა მე აქედან გისვემთ კოცებო შეკითხვას, რა ვიცი, ბუნებრივი შეკითხვა, რატომ არ აძლევთ საშუალებას ამ კაცს, ამ ნაბიჯვარს, ვითომ ჭყალებში კაცს, რომ საჯარო იყოს პროცესი, საჯარო დამაპირისპირეთ. თქვენ ხო მაგას არასოდეს არ გააკეთებთ. თქვენ ხო მაგას არასოდეს არ იზამთ. ამიტომ თქვენი, აი კოცებო, თქვენი და ახალაიას პროცესი უნდა იყოს საჯარო, ერთად უნდა გასამართლეთ და უნდა გაგასამართლეთ თქვენ ჰააგის სასამართლო. ჰააგის სასამართლოზე უნდა დაჯდეთ და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა გასამართლეთ ორივე. ეხლა თქვენ ჩვეულებრივ აправებთ ამ სისხლის მსმელს და ანინა დარეიშვილი თურმე არ დაუშვეს პროცესზე და ანინა დარეიშვილს თურმე პრეტენზიები აქვს, პირი გააღოს, მაგრამ რო ჩაუვდოთ შიგნით ანინა დარეიშვილს. და საზიზღარ როჟებს არც ერთი წესიერი მისი ბრალი რო არ მიყენებია მისი სისხლიანი ქმედებებისთვის. არც ერთი სისხლიანი. საქმისთვის რო წესიერად არ მჯდარა ციხეში. ციხიდან გამოვიდა გორლაზეა. რატო გამოვიდა ციხიდან ასეთ გორლაზე? იმიტომ რომ არ მჯდარა იმ ბრალით რაც ეკუთვნოდა სინამდვილეში. აბა დაესვა დაემძიმებია ბრალი ისე როგორც იყო საჭირო და მიესაჯათ იმ ხელამუხლი რამხელაც იყო 20-25 წელი მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა, რა წესით უნდა იმსახურებდეს ეს ნაბიჯვარი, რატო არ უნდა იმსახურებდეს? რა არ ჩაიდინა ესეთი სისესტიკით მკვლელობები, დანაშაულები, გინდა სახელმწიფოს, გინდა კაცობრიობის წინაშე? რა ჩაიდინა? შენ პასუხის მომთხოვნი მითხარი თუ არა, აგერ კრიმინალის სახეზია, რომ მემტკიცებულებებზია, ლაპარაკი მთელი ქვეყანა ქონდა თავს დამხობილი. კოცები და ახალაია ერთად არის გასასამართლებელი ჰააგის სასამართლოში და წერტილი.